ნება, ანუ მე ჩემგან გავიგე, არ არსებობს, ანუ თუ იქ იმ ადგილას გააკეთებ, როგორც საჭირო ისე გააკეთებ, როგორც წესი ყუჩდება. თუ პაციენტი არ არის წინა დღის რაღაცა ისიც არის, რომ წინა დღეს არ უნდა ქონდეს ალკოჰოლი მიღებული, ასე შემდეგ და ან პირიქით ალკოჰოლი გაიყოს შეიძლება. სერიოზულად მატოხებს ეს პრობლემა. ანუ სულ მაგ შიში, თქვა რაც შეეხება სტერილიზაციას. თქვა იგივე ბურღმანქანის მტვრამობენ, რომ ისინი არ ვიცი, არ ესტერილებენ ყველგანო. ბურღის თავებსა და როგორ არის ხო? ანუ იმის თქმა მინდა რომ კლინიკას რომელსაც თქვენ ენდებით და სადაც თქვენ ეს არის ცოტა ისეთი თემა ხო პრობლემური თემა იმიტომ რომ ყოველს გამოვლილი გვაქვს 90-იანი წლები როდესაც რაღაცა ყველაფერი ძალიან ცუდად იყო მათ შორის ეს თემაც მათ შორის სტერილიზაციას და ძალიან ბევრი ადამიანი დღეს არის დაავადებული სხვადასხვა ინფექციებით მათ შორის სამწუხაროდ სახელმწიფოსგან შემოწმებები ანუ ყველგან იყოს დასწრული ყველაფერი ესეთი რამე კეთდება მე მგონი არ არის ეგ საკონტროლებელი რაღაცა აიყო არა ამ ეტაპზე ეს არ არის მაინტერესებს როგორ იმაშობიან წმინდავენ ამ ყველაფერს მინდა ვიცოდეთ ესე იგი სტერილიზაციის რამოდენიმე სახე არსებობს და კლინიკებში რომელიც არის ნორმალური, ასე ვთქვათ, კარგი და რომელთათვისაც მნიშვნელოვანია თავიანთი პაციენტი, ხდება სამეტაპიანი სტერილიზაცია. იქ პაციენტის თვალწინ უნდა ხდებოდეს ამ იარაღების, გასტერილებული იარაღების გახსნა, რომელიც სპეციალურ შესაფუთ ქაღალდშია შეხვეული და ყველა ის ინსტრუმენტი, რომელიც არის არაერთჯერადი და სტომატოლოგიაში გამოიყენება როგორც ერთჯერადი ინსტრუმენტები, ასევე არაერთჯერადი ინსტრუმენტები, მათი სტერილიზაცია უნდა ხდებოდეს უმაღლეს დონეზე. თქვენ როგორც პაციენტი, თქმა უნდა ეს ძალიან რთულია, იმიტომ რომ თქვენ არა გაქვთ ამის ცოდნა, ეს ზუსტად როგორ უნდა ხდებოდეს. ამ შემთხვევაში როგორც თქვენ მიდიხართ რესტორანში, რომელსაც ენდობით ასე ვთქვათ და მიდიხართ ასევე უნდა იყოს ხო სამწუხაროდ ეს არის სტომატოლოგთან როცა მიდიხარ თქვენ მას ენდობით და ეს უნდა იყოს დაბაზე და რა თქმა უნდა დიმას ვეთანხმები იმაში რომ როგორ მიგაშია თქვენ ეს არ მოკონტროლდებოდეს როცა ესეთი არის როკობის ფილოსოფიის საკითხებზე მიდივარ არ შეიძლება რომ ვიკითხო რაღაც ხოდა რაღაცა არა იმიტომ რომ არა მაქვს მაგაზე არა გასაგებია მაგრამ როგორ არის აი მაგალითად მე ვიცი რომ შტატებში არაფერი არ მოწმდება ისე ეს გერმანიაში მოწმდება აი გააჩნია რა გააჩნია ეს არის ჯანდაცვის სისტემის მოწყობა და ეს როგორც იყო ადრე იყო ეს მერე ისევ არ იყო ამიტომ ეს ჩვენ ვერაფერს ვერ ვიზამთ ამ მიმართულებით ამ დროს მოდი დამეთანხმეთ რომ ძალიან მნიშვნელოვანი თემაა მილიონი რაღაცა შეიძლება ამიტომ ძალიან ბევრი სტომატოლოგიური კლინიკა არსებობს ადრე უფრო მეტი იყო რაღაც რა იზახნე რომ ყველა იმაში კუთხეში სტომატოლოგიური კლინიკა ბევრი ბუნებრივად გაიცხრილა იმიტომ რომ სტომატოლოგიური დარგი ასე ვთქვათ უფრო განვითარებულია ჩვენთან ვიდრე ვთქვათ სხვა რაღაცა სამედიცინო როგორც სათო ამბობს ტურაშვილი ოპერატ სტომატოლოგია ბოლო წლებში საქართველოში მართლა ესეა ეს არის კონკურენციის შედეგი ეს არის განვითარების შედეგი საქართველოში წელიწადში ერთხელ ბათუმში ეწყობა FDI სოფლიო სტომატოლოგთა ასოციაციის ეგითით ძალიან დიდი კონფერენცია, სადაც ბევრი სპიკერი ჩამოდის სხვადასხვა ქვეყნიდან. სადაც საქართველოს მნიშვნელოვანი ცენტრი. ერთ-ერთი ცენტრია, მას აქვს ყველა ქვეყანაში, არა, ერთ-ერთი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ FDI-ის ეგიდით საქართველოში ტარდება ესეთი დიდი სერიოზული კონგრესი. კარგი, ეხლა ლევა, მე შემიძლია კითხო როდის მიხვალ კიდე. და რეკლამაზეც გავალ, ერთი წელი გავიდა რაც იყავით. მაშინ კიდე რაიცა და ისე გააკეთა. მეორე ბოქსი. კარგი, რეკლამაზე გავიდეთ და ჩვენ მეორე ნაწილში მოგვიერთება პაატა გიტარაზე, რომელიც ასევე ძალიან საინტერესო ორთოპედი, რომელიც ძალიან საინტერესო თემზე ისევ კითხები გვაქვს ზღვა დაგროვილი, მაია უკვე წუხს არ ალაპარაკებს ფუტკულზე. ამას რეკლამის დროს მოვაგვარებთ აუცილებლად. ეს
ესე იგი დავბრუნდით პირდაპირ ეთერში ძიმა გავუშვით კბილები მოიწესრიგოს გამოიერთებდა მოვა და აჩა შენ გაინტერესებდა ძირითადი კრედიტი ხო იმიტომ რომ მინდა რომ ყველაფერი მოვასწრო და ალბათ ჩვენს მაყურებელსაც ძალიან აინტერესებს ზოგადად ყველაზე გავრცელებული პრობლემები რითი მოდიან პაციენტები აი კარიესი, პარადონტოზი და პარადონტიტი აი ამაზე როგორ საუბრობთ რა პრობლემებია როგორ მიიღებათ ხო ესე იგი პაციენტები მოდიან კარიესით და მისი გართულებით ეს არის მაგარი ქსოვილის დაავადებები ასე ვთქვათ და მეორე მიმართულება ეს არის ბანალურად რო ვთქვათ გრძილების პრობლემა რომელიც რამოდენიმენაირია ანუ გინგივიტი, პარადონტიტი, პარადონტოზი მათ შორის განსხვავება ის არის რომ პარადონტიტი ეს არის უფრო ანთებითი სახის დაავადება გრძილის და პარადონტოზი ეს არის კბილის ირგვლივი ქსოვილის და ძვლოვანი კიდის და როგორც ვთქვი პარადონტოზი უფრო ქრონიკულია ამ შემთხვევაში შესაძლებელია იყოს ზოგადი დაავადების ფონზეც მიმდინარეობდეს სხვა დაავადების ფონზეც ეს დაავადება და ის მიდის უფრო არაანთებითად ამიტომ პაციენტები ზოგჯერ ვერ ხვდებიან არა აქვთ სისხლდენა ხო როგორ მივხვდეთ თქვენ ხომ მინდოდა მეკითხავ რომ ვიაროთ სტომატოლოგთან ის შეამჩნია ეს აუცილებლად ის შეამჩნია აუცილებლად საბოლოო შედეგი ძალიან სამწუხარო ამის არის ის რომ აბსოლუტურად ჯანმრთელი კბილების მორყევა ხდება და შემდეგ უკვე ეს კბილი ხდება სამწუხაროდ ამოსაღები კარიესის და კარიესზე გართულებებზე უფრო მეტად კბილის ამოღების მიზეზი არის ეს პარადონტოზი და გრძილების გართულება გრძილების დაავადების გართულება მე ეს მიმართება ხოლმე ყოველთვის რატომაც ლაპარაკობთ ის გკიდება ცოტა კბილი არ გკიდა აი სწავლებებზე მაინტერესებს მე სწავლებები ნიშნავენ ხოლმე ხშირად ხო სიშველი საწინააღმდეგო ანამ კბილის გულისხმობის ისე როგორც აი პროფილაქტიკაში კბილის ჯაგრისი, ფლოსი და სავლები რაზეც იძახიან რომ კბილებს აკვითლებს არა გააჩნია რა სავლებია, რა შემადგენლობაა მასში, სხვადასხვანაირი სავლები არსებობს. გრძილების პრობლემის პროფილაქტიკისთვის არის ერთი სავლები, მგრძნობელობა მომატებული კბილებისთვის, ემალისთვის არის სხვა სავლები, ისე პროფილაქტიკისთვის და ფრეში სუნთქვისთვის არის სხვა სავლები და ასე რომ ვის რა პრობლემა აქვს იმის მიხედვით კბილებზე ზრუნვა აუცილებლად უნდა გაიარო კონსულტაცია სტომატოლოგთან. ზოგადი ერთი კონკრეტული კონსულტაცია ადამიანებისთვის ყოველთვის არ არის? კი, ზოგადი კონსულტაცია როგორც შეიძლება თქვენ სხვა პრობლემა ქონდეს, ლევან სხვა პრობლემა ქონდეს და ლიკა სხვა პრობლემა ქონდეს. ზოგადად პროფილაქტიკა გულისხმობს კბილების წელიწადში ორჯერ პროფესიულ წმენდას და დღის განმავლობაში წმენდას და დათვალიერებას და დღის განმავლობაში პაციენტმა თვით პროფილაქტიკა თავისთავზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა. ეს არის კულტურა, რომელიც აუცილებლად ბავშვობიდან ჩვენ ექიმებმა და მშობლებმა ერთად უნდა ვიცოდეთ. მე შეკითხულობთ Facebook-ში და ბავშვებთან დაკავშირებით, ვისაც თქვა არასწორად ერთებად სარზევე კბილები და თუ არის შანსი თქვა რომ შემდეგ რომ მიცვლენ სწორედ ამოვიდეს, მე რა უნდა გავაკეთო? სარზევე კბილები საბოლოო 12-13 წლის ასაკში უკვე მოზარდ ძალიან დიდი არ არის? არა, ძალიან დიდი სარზევე კბილი. შესაძლებელი. ეს არის მაქსიმალური ვადა, როდესაც პაციენტს აქვს ბოლო სარზევე კბილი, ასე ვთქვათ. ესეც ინდივიდუალურია, რა თქმა უნდა, კბილების ამოსვლა როგორც იწყება პატარა ბავშვის 6 თვის ასაკიდან, ზოგს 6 თვის ასაკში ამოდის, ზოგს 10 თვის ασაკში ამოდის. ასევე ხდება მე მიყვება მუდმივი კბილების საბოლოო ფორმირება და ამოსვლა და გიგენები არა ვართ. გიგენები მე წინა ორი კბილი ესე ამოვიდა. მე გასწორდა. აი ესე ამოვიდა. თახვი იყავი? აი ესე. თახვი იყავი. გაიწორე მე თვითონ გავახო ეს რა ქვია, კიდევ ერთი საინტერესო თემა შემოვიტანოთ, განსაკუთრებით პროტეზირებასაც ეხება, იმპლანტაციასაც ეხება, ესეც აქტუალური არის, არა მარტო ხანდაზმული ასაკის, არამედ სხვა ახალგაზრდაშიც, რომელსაც ასევე პრობლემები აქვს ხოლმე კბილების. და მინდა მოვიწვიო ესე იგი ექიმი, სტომატოლოგი, ორთოპედი, რადონი პაატა ჯინჯერაძე, რომელიც განგვარკვევს ბევრ თავსა საკითხებში, ბატონო პაატას თავს შეიძლება მოგზავნოთ. გამარჯობა. თქვენ ჩვენთან პირველ ერთხელ იმედია რომ არა ბოლოში. ბავშვები საგეთ. ზოგადი